Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო 13 საათი 30 წუთით შესრულდა ამასობაში. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ბატონ გელა სიორდიევს მასპინძლობ. ბატონი გელა გახლავთ იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი. მოგესალმებით ბატონო გელა, პატივია ვიყოთ მასპინძელი. ძალიან ისეთ მძიმე საკითხზე მოგვიწევს დღეს განსაკუთრებით მძიმე საკითხებზე საუბარი, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით თქვენს, როგორც მამა, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე და პროფესიონალი, რომ არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ და გადავავადოთ მძიმე საკითხებზე საუბრები, იმიტომ რომ პრევენციის კუთხით შეიძლება რაღაც შედეგი გამოიღოს ან ადრე თუ გვიან გამოიღებს. როგორ ხართ პირველ რიგში? მადლობა. ძალიან მძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ ნამდვილად, თუმცა საუბარი ალბათ ნამდვილად აუცილებელია, იმიტომ რომ საუბარი არის ალბათ ამ პრობლემის წამოწევის, გადაჭრის, დაფიქრების, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გზა და საშუალება და ამიტომ ალბათ კარგია რომ ამ თემაზე გადაწყვეტეთ, რომ ვესაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. ძალიან საინტერესო ტერმინი თქვით დაფიქრება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს, ალბათ მეც ვარ მათ შორის, ხო? პატივისცემა, ვინც გვიყურებს და ვინც შემდეგ გადაცემის ჩანაწერს იხილავს, მაგრამ ისე ძალიან ცუდად შევეჩვიეთ ხოლმე ტრაგედიებს. გლოვის რეჟიმში ვართ კონკრეტული დღეები, შემდეგ გვავიწყდება ახალი ტრაგედია ანაცვლებს და ასე გადის დღეები, კვირეები, თვეები და წლები. მაგრამ მე არ ვიცი, რას ვწავლობთ ხოლმე მსგავსი ტრაგედიებიდან ადამიანები, როგორც ვცდილობთ განვითარდეთ, ვიყოთ უკეთესები, ან თუნდაც გვიყვარდეს ღმერთი, ან ვიყოთ კანონმორჩილები, ხო? თუ კი ალბათ ღმერთის სიყვარული ისე გვექნება, როგორც სიტყვით ვამბობთ. მაშინ კანონებსაც პატივისცემთ და ავტომატურად პატივისცემა თქვენს პროფესიას, მაგრამ კანონმორჩილები უნდა ვიყოთ. თქვენ როგორ მეთანხმებით, არ ვიცი, მაგრამ სიამოვნებით მოგისმენთ. არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია ზოგადად ღმერთზე და რელიგიაზე საუბარს ნამდვილად ეყოფა ამ გადაგაწყვეტება ზოგადად ამ შემთხვევაში მხოლოდ მართლმადიდებლობას არ გულისხმობს, ზოგადად რელიგიას და რელიგიურობას გულისხმობს და მე ყოველ შემთხვევაში რაც მსმენია და რაც გამიგია, არც ერთ რელიგია არ ქადაგებს იმას, რომ უნდა ვიძალადოთ ვიღაცას, ძალადობა უნდა მოვაყენოთ, მართლმადიდებლებმა, ქრისტიანებმა, ესე ვიცით ყოველ შემთხვევაში, რომ ღმერთმა ადამიანები თავის ხატად შექმნა და ღმერთი იმას კი არ გვეუბნება, რომ მარტო ღმერთი უნდა გვიყვარდეს და ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვეჯავრებოდეს. მის ხატად იმიტომ შექმნა ადამიანები, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს პირველ რიგში და ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილები, სითბოთი და სიყვარულით გამშვალულები. მე ესე მესმის სიმართლე გითხრათ, რელიგიას და ზოგადად ადამიანის დანიშნულება და არსიც, ვისაც გვერგოეს ბედნიერება, რომ გავჩენილიყავით ამ ქვეყნად და მოვლენოდით ამ ქვეყანას, ალბათ ამ პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ, არც თუ ისე ამ ხანგრძლივი წუთისოფლის განმავლობაში. ბატონო გელა, ხო ვალდებულება ხომ არ არის სიყვარული მიზეზი სჭირდება, მაგრამ ხო შეიძლება ერთმანეთი არ გვიყვარდეს, მაგრამ არც გძულდეს და სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ხო დედამიწა, რომ ყოველასთვის იყოს ადგილი და ჩვენი სავალი გზა. დიახ, სიყვარულში ამას გულისხმობდი, სწორედ ახლა იმას არ გულისხმობ, რომ მაინც და მაინც ვიღაცა ოჯახი უნდა შექმნას, ან ვიღაცას როგორც საკუთარი დედმამიშვილი ისე უნდა უყვარდეს უცნობი ადამიანი, მაგრამ თავარია რომ ძალადობა არ გქონდეს პრობლემის გადაჭრის გზად, ან ჩვენგან განსხვავებული ადამიანები არ მიგვაჩნდეს ამ საზოგადოების უღირს წევრებად და არ დავისახოთ მიზნად, რომ ანგარიშწორება მოვახდინოთ ამ ადამიანების. ჩვენი ქვეყნის თუნდაც სოფლიო ისტორიას რო თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ხო არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ჩვენ ერთ პატარა ქვეყანას, რომელსაც ღმერთმა ძალიან საინტერესო ადგილას მიუჩინა ადგილი, ესე რომ ვთქვათ, მთელი ისტორიის მანძილზე მქონდა გამოცდილება, რომ ხშირად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ზევნიდნენ სწორედ განსხვავებულობის გამო, ხო, იმიტომ რომ ძირითადად მუსულმანურ სამყაროს ცენტრში ვიყავით მოქცეული და ცდილობდნენ, რომ ჩვენც მათი ნაწილი გავხდარიყავით, წაეშალათ ქართული იდენტობა და არ ვიცი, ახლა ისტორიიდანაც ბევრი მაგალითები გვაქვს, ხო, ას შეხავდნენ და ასე შემდეგ საქართველოში, რომ ეს ქართული აზროვნება, ქართული მენტალიტეტი წაშლილიყო საბედნიეროდ ეს არ გამოუვიდათ ჩვენს პრებს და საქართველოს დღესაც აგრძელებს ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ არსებობას და დარწმუნებული ვარ კიდე იარსებებს, სადაც ზოგადად კაცობრიობა იარსებებს ჩვენს ქართველებით, თუმცა ეს ალბათ სამყაროსთვის ეს გამოცდილება უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ ძალადობა არც პრობლემის გადაჭრის გზა არის, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ ხო ალბათ ვიღაცისთვის მისი გადმოსახედიდან პრობლემა ვიყავით, ამიტომ გვებძოდა, მაგრამ
ფაქტია რომ მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ იძალადეს მარტო ჯალალედინი არის ალბათ საკმარისი ხო რამდენი უბედურება დაატრიალა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენჯერ ილაშქრა რამდენჯერ გადაგვიარა და მაინც ვერ მიაღწია იმ მიზეზს ხო ვერ მიაღწია იმ პრობლემის გადაჭრას ეს ცოტა რომ განმაზოგადოთ რას მიუთითებს რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის არც თუ ისე ეფექტური საშუალება არის შეიძლება იმპერიების მაგალითებიც ხო ამას გვიჩვენებს რომ ყოფილა სოფლიოს ისტორიაში უდიდესი იმპერიები ზოგმა მთელი სამყარო დაიპყრო ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის ცნობილი სამყაროს უდიდესი ნაწილი ზოგმა რა ვიცი ნახევარი სოფლიოს ტერიტორიები მიითვისა მაგრამ ყველაფერი ეს დროებითი აღმოჩნდა ანუ ძალადობა სიყვარულს ვერ წარმოშობს ჩვენ კი გვაქვს ეს საქართველოში ძალიან არის ხოლმე პოპულარული ეს გამოთქმა რომ შიში შეიქმს სიყვარულს და შიში გარკვეული ვადით მორჩილებას თუ შეიქმნის მხოლოდ და არა სიყვარულს ეს არ არის სიყვარული და არ გეწინააღმდეგები იმიტომ რომ ვიცი რომ დღეს შენ მომერევი და ჩემზე ძლიერი ხარ მაგრამ მეც ვემზადები ვარჯიშობ ძალას ვიკრებ რომ მე სამაგერო გადაგიხადო და მსოფლიო ისტორია ამ აქეთკენ მიდის და ამას მიუთითებს რომ მუდმივად დაჩაგრული ვერ იქნება ადამიანი იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაში დევს ეს ევოლუცია თორე ევოლუციის სიყვარული და მიდრეკილება ეს კი არ იყო რომ ვიღაცა ჭკვიანი ადამიანი გაჩნდა და უი გამოქვაბულსანამდე ვიცხოვროთ მოდი ახლა ცოტა გამვითარდეთო არა ეს იმდენად გენეტიკური კოდი არის ალბათ ადამიანების რომ წინსვლისკენ განვითარებისკენ გაძლიერებისკენ ისრაფ თორე დღესაც ვიქნებოდით იმ გამოქვაბულში და ვიცხოვრობდით ამ პირობებში ალბათ ბატონო გელა ის კადრები რაც გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და აიტაცა ხო ამა თუ იმ მედია საშუალებამ და არა მხოლოდ მედია საშუალებამ ალბათ არ არსებობს ადამიანი ან არ უნდა არსებობდეს იდეაში ჩვენს ირგვლივ რომელმაც გულთან არ მიიტანა და რაღაც სული შემოძრწუნებელი არ იყო თქვენ როგორც პროფესიონალი რას გვეტყვით საქმე ეხება მე ძალიან ძიმე იყო ნამდვილად ემოციურად ეს კადრები სასაუბრებლად და არ ვიცი სიმართლე გითხრათ და მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს რა თქმა უნდა ძიმე კადრების და ესეთი ემოციურად და რთულად საყურებელი მოცემულობის ნახვა პროფესიიდან გამომდინარე ცხადია მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ემოციურად ძიმე სანახავი იყო ნამდვილად თუმცა ჩვენ მაინც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ საქმეებზე გამომტყუებელი გადაჩენი არ არის გამოტანილი სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ვალდებული ვართ რომ დანაშაულობის პრეზუმპციით ვიხელმძღვანელოთ და ამ ადამიანების ამ ეტაპზე უკვე დამნაშავედ გამოცხადება ცალკე უკიდურესობა არის რაც ასევე აი საზოგადოების რაღაცა პოლარიზების მაჩვენებელია ასევე ერთი საგანგაშო აზრმა პოვა პოპულარობა გუშინ და დღეს სოციალურ ქსელებში ჩემი აზრით მასიურად დაიწყო საუბარი რაზე რომ აი ბოლო წლებში საქართველოში არასრულწლოვნების დაცვის კუთხით გარკვეული კანონმდებლობა იქნა შერბილებული, ახალი კანონები გაჩნდა და აი ამან გამოიწვია ეს სინამდვილეში ესე არ არის ნამდვილად და არ მგონია რომ აი მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და თითქოს რომ ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი თითქოს ავალდებულებს რომ უფრო ჰუმანურები ვიყოთ არა ამას კი არ გვავალდებულებს ჩვენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გვავალდებულებს რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი დავიცვათ ამ პროცესში ზოგჯერ შესაძლოა თვითონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი იყოს მისი დასჯა დასჯაში არ იგულისხმება ახლა გაროზღვა და ეს ფიზიკური სასჯელები რაც ჩვენთან საბედნიეროდ არ გამოიყენება ეს სამართლებრივი მექანიზმი არ არის ხოლმე ეს ფიზიკური სასჯელები დასჯაში იგულისხმება რომ გარკვეული ვადით მაგალითად იზოლირება საზოგადოებისაგან ციხე ეს მარტივ ენაზე რომ ვთქვა იმ არასრულწლოვანს ათავსებენ იმას ციხე აღარ ქვიას არასრულწლოვნის რეაბილიტაციო დაწესებულება და შეიძლება იქ მოთავსდეს გარკვეული ვადით ეს არასრულწლოვანი თუ ეს მისივე საუკეთესო ინტერესს ემსახურება ხო რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს ხო როცა მაგალითად აი თუ არ მახსოვს ადრეც მოყევი ეს შემთხვევა თქვენთანაა გადაცემა მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მე ვიცავდი არასრულწლოვანს რომელიც 16 წლის იყო და სახში ფაქტიურად არ მიდიოდა ყაჩაღობა ჩაედინა და ქცევებიც ძალიან ასოციალური ქონდა ამბავს და რამოდენიმე თვის გატარება მოუწია მას ამ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და რამოდენიმე თვეში ეს ბავშვი კარდინალურად და რადიკალურად შეიცვალა ბავშვს რომელსაც აშკარად გამოკვეთილი ასოციალური ქცევები ჰქონდა არ აღიარებდა მაგალითად პოლიციის როლს საზოგადოებაში და ძალიან ესე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა მათ ასევე სასამართლოს
ხო, აი რამოდენიმე თვეში ეს ბავშვი რადიკალურად შეცვლილი აზროვნება ჰქონდა. ჰქონდა ასევე გარკვეული სუბკულტურისთვის დამახასიათებელი ტატუები გაკეთებული და ეს ცალკე პრობლემა არის, რომ ამ ასაკში ვინ გაუკეთა ამ ბავშვს ეს ტატუები და ვინ მისცა თავისუფლება, რომ არასრულწლოვნისთვის ისი მშობლის ან კანონის წარმოადგენლის თანხმობის გარეშე ეს გაეკეთებია, მაგრამ ნუ იმ დაწესებულებაში უფასო აქვს ეს სერვისი სხვათა შორის სახელმწიფოს თუ თანახმა თვითონ ბავშვი ამ სიმბოლოების, ტატუების და ამ შემდეგ მოცილებაზე სრულად უფასოდ უტარდება შესაბამისი პლასტიკური ოპერაცია და გიყვებით დაახლოებით ალბათ ეს 8-9 წლის წინანდელი შემთხვევა არის და საბედნიეროდ ამ ბავშვს რეციდივი აღარ ქონია იმ რამოდენიმე თვით იზოლირება შედეგი მოიტანა ის ალბათ ეგეც ინდივიდუალურია ხო ყველაზე ხო ერთი და იგივე მოდელია ცხადია ყველაზე ერთი და იგივე არ ჭრის ამიტომ წერია რომ საუკეთესო ინტერესი არ არის რომ აი მე მივხვდი ან ჭკვიანი პროკურორი მივხვდა ან ჭკვიანი ადვოკატი ან ჭკვიანი მოსამართლე ინდივიდუალური შეფასების ანგარიში მზადდება არასრულწლოვნის და ამის მიხედვით ვიგებთ ჩვენ რა არის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი ეს უნდა შეფასდეს რა გარემოში ცხოვრობს როგორ იზრდება დღევანდელმა ცხოვრებამ რა ვითარება მოიტანა ხო სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ესეთი მოცემულობა რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მშობლები ხშირად საზღვარგარეთ არიან წასულები ვინც არ ვარ საზღვარგარეთ წასული ზოგჯერ 10 საათამდე ზოგჯერ კიდე უფრო გვიანობამდე გვიწევს მუშაობა და ვერ ვაქცევთ ჩვენს შვილებს ათანდო ყურადღებას თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა ისიც მოიტანა რომ შეიძლება არ მუშაობს მშობელი მაგრამ იმდენად ყავს შეპყრობილი ამ ციფრულ ტექნოლოგიებს რომ ურჩევნია ამ ცისფერ ეკრანს უყუროს და ბავშვი იმდენად არ მიაქციოს ყურადღება და შვილები ჩვენგან იღებენ მაგალითს პირველი მაგალითის მიმცემი არის მშობელი მე სკოლა სოციუმი სამეზობლო სანათესაო ვისთანაც ბავშვს აქვს ურთიერთობა მათგან იღებს ხადია ჩვენ ხშირად გვინდა რომ აი ჩვენმა შვილებმა ბევრი იკითხონ კარგად ისწავლონ ცუდი სიტყვები არ გამოიყენონ სიგარეტი არ მოწიონ მაგრამ მშობელი შენ თვითონ რომ სიგარეტი გიჭირავს და ისე უგრძალავს შენ შვილს მშობელს რომ სიგარეტის მოწევა ცუდია რამდენად დამაჯერებელი ხარ ამ დროს ხო ან შენ როცა წიგნი არაზუსტ არ გადაგიშლე ამ ბავშვის თანდასწრებით და მხოლოდ ეკრანის სკროლით ხარ დაკავებული ბავშვისთვის რამდენად დამაჯერებელი ხარ რომ მან წიგნი წაიკითხოს და ტელეფონის ხელში დაჭერა ცოტა შეზღუდოს ხო ეს საკითხები არის აქ ჩვენ ბავშვებისგან კი არ უნდა გავიშვეროთ ხელი აი თურმე რა ცუდი ბავშვები ყოლია ჩვენ საზოგადოებაში და თურმე რას აკეთებენ ჩვენ ეს ბავშვები ამ ზომამდე რამ მიიყვანა, რამ განაპირობა თვითონ საზოგადოებაც ხო არა ვარ ჩვენ დიდებიც ის იმდენად აგრესიულები რომ ეს ბავშვები ჩვენგან ხო არ იღებენ მაგალითებს და ჩვენ ხო არა ვართ მათთვის მაგალითის მიმცემი რომ ესე უნდა მოიქცეთ სხვათა შორის მე მყავდა ერთი არასრულწლოვანი რომელიც აკადემიური მოსწრებით ეს ბავშვი საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, ანუ არ ჰქონდა ამ ბავშვს განათლების ან რაღაცა სკოლაში არ დადიოდა, მშობლები ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ მას ესეთი ინციდენტი შეემთხვა, რომ ადამიანს, რომელიც მისგან განსხვავებულად ჩაცმული იყო, მოდი პირდაპირ ვიტყვი, აი სექსუალური უმცირესობის მამაკაცი, რომელიც როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ესე ასოცირდა მის თვალში, მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე, ამ ბავშვმა რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ადმინისტრაციული სამართლარღვევის ოქმი იქნა შედგენილი ამ ბავშვის მიმართ. გადარჩა რომ ეს არ იყო იმხელა ძალადობა არ იყო, რომ სისხლის სამართლის ზღვარს არ მიაღწია და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ მიეცა ეს ბავშვი და პროცესზე მას კანონიერ წარმომადგენლად ყავდა ბიძა, რომელიც აი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ამ ადამიანებს და ამბობდა რომ მათი ადგილი არ არის საქართველოში, ავალია მათ მიმართ ძალადობა, ცემა და ასე შემდეგ. დაზარალებულზე საუბრობდა ეს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელი. რა თქმა უნდა მოვითხოვე რომ ეს კანონიერ წარმომადგენელი შეცვალა, იმიტომ რომ ის უარყოფით გავლენას ახდენდა ბავშვზე. და ეს იმ ბავშვმა რატო იძალა და იმიტომ რომ სახშიც ამას ისმენდა ხო რომ თურმე ესენი ცუდები არიან უნდა დავხოცოთ გავუსწორდეთ რომ საქართველოში რა უნდა ამათ და ესეთი ადამიანები რატო უნდა ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ ამიტომ ბავშვებისკენ ძალიან ადვილია თითის გაშვერა რომ იცი ცუდები არიან აი ძალადობენ და იმიტომ ხშირად იმიტომ ძალადობენ რომ აი ეს ვასწავლეთ ჩვენ შვილებს რომ ძალადობა არის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ თვითონ მივცეთ მაგალითი ხო ამ შემთხვევაში გულისხმობ ცნობილ ადამიანებსაც პოლიტიკოსებსაც მაგალითი მოიტანეთ ხო თქვენ და მაშინ გაგვინაწყენდა ჩვენი უკეთ მომხმარებლები თურიას და თვალიშვილის მაგალითზე საუბრობდით ხო ისინი ცნობილი ადამიანები არიან და სპორტის შესახება თქვენთვის მიუღებელია მაშინ მახსოვს როგორი დამოკიდებულება გამოიწვია თუმცა არის ხო მათაც ბევრი რა
რა თქმა უნდა, ესეთია და თუმცა ხა არ უნდა დავაკისოთ მხოლოდ დამორჩეს მე როგორც სპორტის მიმართ გამოვხატე უკმაყოფილება, თორე თვითონ ამ ადამიანების მიმართ არა. პირიქით, მე მგონია რომ ეს ადამიანები თოფურიას დვალიშვილიც არა იმ ოქტაგონს მიღმა ძალადობას არ უჭერენ მხარს და მე მგონია რომ როგორც მოქალაქეები სწორად უყურებენ ამ საკითხს, რომ ძალადობა არ არის პრობლემის გადაჭრისგზა და მეც ახლა მაგ სპორტის მიმდევარი მეგობრებიდან აწვდები არ ყოლია, მაგრამ ყოლია მაგალითად კარატე იყო ჩვენს ბავშვობაში პოპულარული, მეც მივლია რამოდენიმე გაკვეთილზე ახლა დიდად არა, მაგრამ პირველი რასაც მასწავლებელი გვეუბნებოდა მწვრთნელი, რომ ქუჩაში ის აქ რასაც ისწავლით, ეს არ შეიძლება რომ გამოიყენო ქუჩაში, მხოლოდ იმ შეჯიბრების დროს და ეს არის სწორი, ხო, იმიტომ რომ არ არის ჩხუბი და ფიზიკური ძალადობა არ შეიძლება იყოს საქმის გარკვევის კარგი გზა. აი ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიც, ოჯახშიც, საზოგადოებაშიც და ეს უნდა დიახ. გავყვეთ ახლა თანმიმდევრობით. კი ბატონო. ბავშვი, რომელსაც გაუმართლა და დედა და მამა სახლში ყავს და არა ემიგრაციაში, რომელიმე ან ორივე მათგანი. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ყველაფერი რაღაც ერთ დღეში არ ყალიბდება, ხო? რაღაცებს აქ საწყისები და ალბათ მშობელს მე არა ვარ მშობელი და არ იფიქროს მშობლებმა რომ მათ ვამცირებ და ვაკნინებ. უნდა გქონდეს განათლება რომ ვამჩნევდეთ სად არის ეს გარდასახვა. დადებითი ტონით და უარყოფითით. შემდეგ ბავშვი მიდის სკოლაში, ხო? მოზარდია 15-16 წლის. მასწავლებელს რამდენად უნდა გქონდეს ფიზიკის და ქიმიის მიღმა კომპეტენცია და განათლება რომ ქცევით დარღვევებსაც აქცევდეს ყურადღებას. ან სკოლებში რატო უნდა იყვნენ ფსიქოლოგები და რატო რჩება დღეს ეს სირცხვილად და სათაკილოდ. კი. ანუ ნახეთ ჩვენ მოცემულობაში რეალურად დღეს სკოლაში ახლა ჩვენ მე ცოტათი უფროსი ვარ თქვენზე და გვახსოვს ახლა ჩვენი თაობის სკოლა როგორი იყო, ხო? იქ რაღაცა ფსიქოლოგი მანდატური კი არა, გათხოვება არ ქონდა ელემენტარული, სკოლაში არ იყო ელემენტარული. დღეს ახლა ვერ ვიტყვით ამას, რომ ესეთი უკიდურესი მოცემულობაა სკოლაში, მეტნაკლებად რაღაც საბაზისო პირობები შექმნილია სკოლაში, მათ შორის არის უკვე მანდატური სამსახური, მათ შორის არის ფსიქოლოგის ან სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი თუ არის, სამამისი პედაგოგიც არის. ახლა ფიზიკის მასწავლებელი რამდენად უნდა მიხვდეს მაგალითად ბავშვს სხვა არ აქვს რაიმე პრობლემა. პედაგოგიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მე ფიზიკა შეიძლება მეც კარგად ვიცოდე, მაგრამ სკოლაში მუშაობა ვერ შევძლო, იმიტომ რომ არ მაქვს პედაგოგიური ნიჭი და უნარები, ხო? სხვა სპეციფიკა არის, მარტო ფიზიკის ან მარტო ქიმიის ან რა ვიცი, ქართულის ან ამ შემდეგ ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს მასწავლებელი. ახლა როცა ხედავ, რომ შენი მოსწავლე, რომელიც იქამდე კარგად სწავლობდა და უხასიათოდ არის, ადრე იჩენდა ინიციატივას, დღეს აღარ იჩენს ინიციატივას, აღარ არის ჩართული დისკუსიაში, მსჯელობაში, რასაც მართავ ამ გაკვეთილზე, მინიმუმ უნდა დაფიქრდე, რა თქმა, დაფიქრდეს მასწავლებელი, რომ რაიმე ხო არ ხდება ამ ბავშვის თავს. მესმის რომ ესე მე რო გითხრათ პირდაპირ თქვენ რომ ნანა რამე ცუდად ხო არ ზნობ თავს, არაფერი შეიძლება ესე მითხრათ, მაგრამ პედაგოგიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ აი სიტყვის მიღმა დავინახო ის პრობლემა, მშობელს შევეკითხო, მშობელი დავიბარო, მშობელსაც ჩავრთო ამ ამბავში რაღაცა ცვლილებას ვატყო ბავშვს. შეიძლება ეს ასაკობრივი იყოს, ახლა ყველას გვაქვს ეს გარდატეხის ასაკი გამოვლილი და ვიღაცა ცოტა ჭარბიწონა აკრიფა და ამის გამო არის დაძაბული, შეიძლება ამის გამო იყოს ვიღაცას გონია რომ მაინც და მაინც 90-60-90-ზე უნდა იყოს, ან ქერა და ცისფერთვალება უნდა იყოს და ასე შემდეგ და ეს იწოვდეს, მაგრამ შეიძლება სწორედ ესეთი მძიმე ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი იყოს ეს ბავშვი და სხვასთან ვერ მიდიოდეს და აი გუშინაც მაგალითად იმ გუშინულ კადრებზე რომ სად იყვნენ ეს ანუ მსხვერპლები მშობლები სად იყვნენ და რატო არ მიმართესო პოლიციას. თუ ეს ბავშვი მალავდა ხო არ არის მარტივი სათქმელად, იცით ესე ჩვენ ყველას გვაქვს ხო ჩვენ რაღაცა თავმოყარეობა, ეგო რომ აი როგორია ესე რამოდენიმე ადამიანი დამესხა თავს, გამისწორდა, დამამცირა და ეს კიდე უნდა მოვყვე, ჯერ ჩემ მშობელთან უნდა მოვყვე, მერე პოლიციაში უნდა მოვყვე, მერე სასამართლოში უნდა მოვყვე და ზოგჯერ ეს არ უნდა ამ ბავშვს რო გააკეთოს. მაგრამ თუ მძიმე დაზიანებებით სახლში ბრუნდები, ამ შემთხვევაში ხო ეს კადრები მოასწავლებს იმას, რომ ის უკვალოდ არ ჩაივლიდან, სად ხდება მაშინ ბავშვები იკარგებიან, სახლში არ მიდიან. მაშინ მშობელი მართლა სად არის და რატო არ მოიძიებს, ასეთი ნდობა აქვს გამოცხადებული ამ პერიოდში. გააჩნია ხო აი რა ადგილას არის დაავადება, როგორ არის, რამდენად არის მშობელი ჩართული აქტიურად, ხო?
შეუძლებელია ამგვარი ის ბავშვები როგორი ძალადობის მსხვერპლიც გახდნენ იქ ხო იმ ვიდეოში რაც ჩანს სახში დაბრუნებულები ჩაულებრივ ყოფილიყო თუნდაც აი ახლა შეიძლება ჩემი შვილიც აი 16-17 წლის არის და ახლა რაღაც ჰიგიენურ პროცედურებში ჩემი და ზოგადად ჩაულების დახმარება აღარ ჭირდება ხო იმიტომ რომ დიდი არის უკვე და შეიძლება თუ სხეულის დაფარულ ნაწილზე აქვს რაღაც დაზიანება და მით უმეტეს ზამთრის პერიოდია და არ დადის შორტებით და მაისურით შეიძლება ვერ შეამჩნიოს ეს მშობელო მაგრამ ხასიათი ცვლილება ხო შეუძლებელია რომ ვერ შეამჩნიოს შეშულს და არ ვიცი ახლა იმ ძალადობის შემდეგ ადამიანი თუ იგივე განსაკუთრებით ბავშვი თუ იგივე ხასიათს შეინარჩუნებს და იგივე ხასიათით იქნება რამოდენიმე დღე მინიმუმ გაყვება მას ეს უხასიათობა დეპრესია და მთელი ცხოვრება არა ისეთი სიკვდილი წნეხი თუ არ მიიღო კი რა თქმა უნდა და აი აქ უნდა იყოს ყურადღებით სწორედ მშობელი რომ ეს არ გამოეპაროს ამ შემთხვევაში ჩვენ ბავშვებს რა უნდა ვუთხრათ და ვასწავლოთ რომ თვითონ არ არიან ისინი ამაში დამნაშავეები ეს არ არის მათი ბრალი ან თუნდაც აი ყოფილა ხოლმე ახლა ხანდახან ჩვენც როგორც აი სამსახურის წარმომადგენლები სკოლებში შეხვედრები ქონია და ვშელობთ ხოლმე ბავშვებთან და აი რა არის ხოლმე სადისკუსიო თემა რომ ძალადობა რა შემთხვევაში შეიძლება მაგალითად პედოფილზე თუ იძალადებ თითქოს ეს ბოდიში ამ ჟარგონზე პრავდება პედოფილზე ძალადობა მაგრამ ჩვენ ესეც უნდა ვასწავლოთ მით უმეტეს ახ ბავშვები არიან და თვითონ რო წარმოიდგენენ საკუთარ თავს მსხვერპლის როლში ალბათ განსაკუთრებულად უძაფრდებათ ეს სამაგიეროს გადახდის სურვილი მაგრამ თვით პედოფილზეც ან არ ვიცი ახლა რა შეიძლება ყველა საშინელი დანაშაული იყოს ამის ჩამდენი ადამიანის მიმართ ძალადობაც არის მიუღებელი ფიზიკური ძალადობა არ არის დანაშაულის აღმოფხვის ან პრევენციის საშუალება აი ეს უნდა ვასწავლოთ ზუსტად რომ არ არის სწორი ის რომ შენ ვიღაცამ პედოფილიის გამო გაამართლა ძალადობა ვიღაცა მერე მკვლელობის გამო გაამართლებს ვიღაცა შეგინების გამო გაამართლებს და საბოლოოდ მივალთ რომ ეს ძალადობა ესე იგი სწორი არის ხო და ნორმად დამკვიდრდება და მისაღებ და დასაშვებ ფორმად ჩამოყალიბდება და მერე ვერავინ ვერ მოვზომავთ გვაქვს ქართველებს ეს ის ანდაზა თუ გამოთქმა ხო მოზომილი და მოქნეული ვის გაუგონიაო ხო არავინ არ იცის მერე ის რა სიმძაფრით მოხდება სად მოხდება დარწმუნებული ვარ იმ ადამიანს მთელი სული და გულით უთანაგზნობ იმ გიგა ავალიანის დედას და ძალიან გული მტკივა იმ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების და ესე ტრაგიკული შედეგის გამო მაგრამ ალბათ ვინც მიაყენა დაზიანება ისინიც არის სახავდნენ ამ შედეგს მიზნად ხო რაღაცა ფიზიკური ანგარიშწორება უნდათ მაგრამ ზუსტად ის ამბავი არის რომ მოქნეული და მოზომილი ვინ ნახა მე თვითონაც პრაქტიკაში არაერთ როგორც ადვოკატს არაერთი ესეთ საქმე მქონია რომ თავიდან შესაძლოა მისი ქმედება მოკვლის გაზრახვა სულაც არ მოიცავდა მაგრამ ეს შედეგი დადგა იმიტომ რომ ვერ მოზომა ვერ გაჩერდა სხვაგან უნდა დაზიანება მიიყენებია და სხვაგან მოხდა ეს მოქნეული თუ დასროლი თუ დარტყმული და ბატონო გელა ერთ საკითხსაც მინდა შევეხოთ მაპატიეთ შეგაწყვეტინა თქვენ უდანაშაულობის პრეზუმპცია ახსენეთ მაგრამ გავრცელებული კადრებით და ის რაც გამოქვეყნდა ოფიციალურად იქ იყო რომ მათ სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც აქვს ჩადენილი ხო ირგვლივ ალბათ შეუძლებელია მით უფრო თბილისში, სადაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი და მგონი მთელი საქართველოს თბილისში არის გადაბარგებული. ვერ გავიგოთ ხოლმე ხმა, ვერ გავიგოთ, მაგრამ ჩვენ ხო ძირითადად დუმილს ვამჯობინებთ ხოლმე და ამ დუმილს რამდენი ქალი შეიწირა, რამდენი ფემიციდის შემთხვევა იყო, რამდენი არასრულწლოვანი გაუპატიურეს და რამდენი რამეზე ვხუჭავთ თვალს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეხება. რას იწვევს ხოლმე ეს დუმილი და ეს გულგრილობა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გადაგხვდეს ჩვენ და დაზარალებულის ან საერთოდაც გარდაცვლილის ადგილზე ვიყოთ. ხო, არ ვიცი, გულგრილობა არის ალბათ ყველაზე ცუდი მეგობარი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეგობარი კი არა, მტერი ალბათ, იმიტომ რომ გულგრილობა იწვევს იმას, რომ ეს ადამიანები წახალისდებიან, უჩნდებათ დაუსჯელობის სინდრომი და განცდა, რომ ისინი პასუხს არ აგებენ მათი ქმედებების გამო, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, წახალისებას იწვევს და აქ ბოლო პერიოდში პროკურატურამაც გაავრცელა ხო ამის წინ კადრები, როდესაც წინასწარ, ანუ არასრულწლოვანი გოგოების სახელი და გვარებით რეგისტრირდებოდნენ სოციალურ ქსელში, წერდნენ როგორც არასრულწლოვნები და მე რომ შეხვდებოდნენ ამ ადამიანს, სჯიდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ როგორც პოტენციურ პედოფილს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ზოგადად არც ერთ დანაშაული კარგი არ არის, ბუნებრივია, თუმცა პედოფილია ალბათ ყველა თანხმდებით, რომ ძალიან ძიმე დანაშაულია, ხო, როცა ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება საქმე. თუმცა ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ადამიანს ეს პროვოკაცია სხვა კი არაფერი არ არის, რომ
უცდუნებელი ჩვენ იმით რელიგიით დავიწყეთ და რელიგიიდან რომ მოვიტანოთ ისე მაგალითი ალბათ ქრისტეს მერე ყველაზე დიდი ქრისტიანი პეტრე იყო რომელმაც მავლის წყვილამდე სამჯერ უარყო პეტრე და ხა ჩვენ ვიღაცა რიგით ადამიანი არ ცდუნდეს არ შეცდეს შეცდომა არ დაუშვას მით უმეტეს როცა შენ მას საცდურს თავაზობ შეუძლებელია ხო ამის პროგნოზირება ან არ ვიცი ვიღაცამ ესე გამძლე აღმოჩნდეს და არ შეცდეს ამიტომ ესეც კარგად უნდა არ ვიცი ეს რა უნდა გავაკეთოთ მე არ მაქვს ამის ფორმულა მაგრამ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ რომ ძალადობა არ არის კარგი გამოსავალი ჩვენ ოჯახშიც კი როცა აი უწყინრად ხო აი რაღაცა მაგალითად აი გავუსწორდებოდი ვიღაცას ფიზიკურად ვამბობ რაღაცა სიუჟეტი მოვისმინეთ ჩვენ კი ჩამოყალიბებული მაქვს მე აი 47 წლის ვარ თითქმის და ჩემს იქ მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია და რაღაც მოვლენა ფაქტი რაღაც რადიკალურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს მაგრამ ჩემი არასრულწლოვანი შვილი რომელიც ისმენს ჩემს რეპლიკას კომენტარს გარკვეულ სიუჟეტთან დაკავშირებით რომ აი პირობითად ბოდიში ამ გამოთქვისთვის ცხვირპირს გაუერთიანებდი ვიღაცას. ეს მის გონებაში დაილექა, ანუ მე რომელიც ჩემი შვილისთვის ვარ ავტორიტეტი, ან უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მშობელი ავტორიტეტი, რას ისმენს, ანუ გარკვეულ შემთხვევაში თურმე მამაჩემი ეგრე ფიქრობს, რომ ვიღაცისთვის ცხვირპირის გაერთიანება შეიძლება თურმე. აი ესეთი უწყინარი ფრაზებიც კი შეიძლება გახდეს შემდგომ მაპროვოცირებელი ან ბავშვების მხრიდან ძალადობის. არ ვიცი მე ესეთი ექსპერიმენტ ფილმსაც ქვია სხვადასხვა მე ჰოლივუდი ხა ესეთ შანსებს არ უშვებს ხოლმე ხელიდან და ფილმიც არის გადაღებული რომელიც ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ზიმბარდო იყო თუ არ ვცდები მან ჩაატარა ეს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი როდესაც მისი საუკეთესო სტუდენტები არა მარტო აკადემიური მოსწრებით ზოგადად როგორც მოქალაქეები ჰუმანურობისკენ მიდრეკილი ადამიანები შეარჩია დაახლოებით 20 თუ 30 კაციანი ჯგუფი შეარჩია, სადაც დაყო ეს ჯგუფი ორად, ნახევარს უნდა შეესრულებია პატიმრის როლი და მეორე ნახევარს უნდა შეესრულებია მათი ზედამხედველის როლი. ექსპერიმენტი უნდა გაგრძელებულიყო 6 კვირა. 2 კვირის თავზე იძულებული გახდა ეს პროფესორი შეეწყვიტა ექსპერიმენტი, იმიტომ რომ სიკვდილამდე მიიყვანეს ზედამხედველებმა მათივე ჯგუფელები, კურსელები, ნაცნობი ადამიანებმა, რომლებიც ანუ მაღალი მორალური ღირებულების მატარებელი ადამიანები იყვნენ, ესენიც კი მივიდნენ ამ დოზამდე და ამ ზომამდე და ახლა როცა ჩვენ კიდე იმას ვეუბნებით, რომ თურმე აი ეს შეიძლება ვიღაცას ცხვირპირი გაუერთიანო, ვიღაცის მიმართ იძალადო, ვიღაცის მიმართ გამართლებულია ძალადობა, რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკა ძალიან მოწყვლადია, ძალიან როგორ ვთქვა, იოლად იბეჭდება მის გონებაში, მისი მყარი დისკი ციფრულ ტექნოლოგიებს არა მისი მყარი დისკიზე გაცილებით მეტი ადგილია ვიდრე ჩვენს მყარ დისკზე და იწერება და იბეჭდება ეს ამბავი გაცილებით მარტივად და ამიტომ უნდა მოვერიდოთ ესეთ ფრაზებსაც კი რომ არ იყოს ეს წამახალისებელი ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ვიღაცა ძალადობრივ ოჯახშია გაზრდილი მამამისი მთელი ცხოვრება ურტყამდა დედამისს მაგრამ აი ის ძალიან ჰუმანური კი რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს გამონაკლისი წესს ადასტურებს სწორად ხო ეს შეიძლება ვიღაცა სხვა მიზეზების გამო არ გახდეს მოძალადე, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი არ არის, ან ჩემი ნაკვლევი არ არის, სამამის კვლევრებს, ექსპერტებს აქვთ ეს დადგენილი, რომ ძალადობრივ ოჯახებში გაზრდილი ადამიანები ძალიან დიდი წილი ისე მოძალადეებად იზრდებიან, ციხეში მყოფი, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნების უმრავლესობას ოჯახ ძალადობის ეპიზოდები აქვს გამოვლილი ან თვითონ მათ მიმართ, ან და უბრალოდ ჩემსწრე იყვნენ ოჯახის წევრებს შორის ძალადობის და ეს მათ ფსიქიკას აზიანებს და შემდგომ მიდრეკილი ხდებიან კრიმინალური საქმიანობისაკენ. და რო შევაჯეროთ შენი გადაცემა, რა შეგიძლიათ გითხრათ დასკვნით? სახით. დასკვნის სახით ალბათ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მე სავსებით მესმის, რომ მშობელი უნდა იყოს შვილის მხარდაჭერი. და ჩვენ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია მშობლებისა სწორედ ის არის, რომ ჩვენ შვილებს დაუჭიროთ მხარი. ოღონდ ეს მხარდაჭერა არ უნდა იყოს დათვური სამსახურის მატარებელი. საუკეთესო ინტერესი, იმიტომ ვახსენე არასრულწლოვნის, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი ზოგჯერ ნიშნავს ახსნას, საუბარს. აი მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არის ერთი ესეთი ძალიან საინტერესო ინსტიტუტი შემოღებული, რასაც ქვია მედიაცია.
მედიაცია არის პროცესი, როდესაც აი არასწორად მაგალითად მოვიდა და მოგპარათ ტელეფონი, ხო ბავშვმა. დიახ. 15 წლის მოზარდმა მოიპარა თქვენი ტელეფონი. ხო დაზარალდით ამიტომ, თქვენ სწორედ მნიშვნელოვანი მომენტები, სამსახური ფოტოები გქონდათ, რაღაც სხვა ინფორმაცია, ახ ჟურნალისტ ალბათ კიდევ უფრო მეტი გქონდათ, ხო თქვენ როგორც ჟურნალისტ ამ ტელეფონში და პროფესიულად შეიძლება დაზიანდეთ და დაზარალდეთ და განიცადეთ ეს მოკლედ ინერვიულეთ ამ თემას. ნუ პოლიციამ დაადგინა რამოდენიმე ხნის მერე რომ ეს ამ ბავშვს მოუპარავს თქვენი ტელეფონი. თქვენი მიზანი იყო ტელეფონის დაბრუნება. თქვენ დაიბრუნეთ ეს ტელეფონი, ხო? ახლა შემდგომი მიზანი რა უნდა იყოს, რომ ეს ბავშვი მაინც და მაინც ციხეში კი არ გავუშვათ და მაინც და მაინც კი რაღაცა ესე კი არ დავსაჯოთ, არამედ აი თქვენ და ეს ბავშვი ერთი მრგვალი მაგიდის გარეშე დაგსვათ, თქვენ მოყვებით ამ ბავშვის ქმედებით რა ზიანი განიცადეთ, რამდენი ინერვიულეთ, როგორ იტირეთ, აი როგორი მნიშვნელოვანი იყო რომ თქვენი ქორწილის ან შვილის დაბადების ან შვილი რო პირველად სკოლაში წავიდა, მისი ფოტოსურათები ქონდათ ამ ტელეფონში და ეს ფოტოსურათები რო დაკარგეთ, როგორ ინერვიულეთ და ეს ბავშვიც ისმენს ამას. ეს ბავშვი წყვება თავის პრობლემას, რატომ მოიპარა ტელეფონი, იმიტომ რომ ეს კარგი ტელეფონი უნდა და თუ არ ვიცი რაღაც 1000 მიზეზი შეიძლება, ხო? ეს ოღონდ ცალსახად ნებაყოფლობითი პროცესია და არ არის ძალდატანებითი, რომ ახლა თუ არ მოყვები დაგიჭერდა ციხეში. არა, ეგეთი არ არის, ანუ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ პროფესიონალებს მიგყავს ეს ბავშვი, იქამდე რომ ამ გვალ მაგიდასთან მოვიდეს და თვითონ მოყვეს. ეს რას ემსახურება? გაიაზროს მან მისი ქმედების ასოციალური ხასიათი. სასჯელი რა შეიძლება? ყალებში სასჯელი რა შეიძლება იყოს ამ ბავშვის? რაღაც წიგნის წაკითხვა. თქვენთან ერთად მაგალითად კაფეში წასვლა, თეატრში წასვლა, კინოში წასვლა, ხო? ანუ ჩვენ მიზანი გვაქვს ის, რომ თქვენ შორის ხიდი გავდოთ, კი არ ჩავტეხოთ ეს, რომ თქვენ დაზარალებული, ისბრალდებული და უი დაიქცა ქვეყანა. რა თქმა უნდა, დანაშაული ხდება, ქვეყანა იქცევა გარკვეულწილად და ცუდი არის ეს, მაგრამ ის უნდა გავაკეთოთ და თანამედროვე ეპოქა ისეთი არის, ჩვენ მქონდა როცა თვალის-თვალისწილ, კბილი-კბილიწილ მოქმედებდა პრინციპი სამართალში და თქვენ თუ მოგტეხავდით ხო, თქვენ გქონდათ უფლება რომ ხელი მოგეთეხათ ჩემთვის, მაგრამ დღეს თანამედროვე ცივმა სამყარომ ამგვარ სასჯელებზე და მიდგომაზე თქვი თუ არის დღეს რაღაც ხიდების შენებისკენ ვართ მიმართული, რომ აი უზრუნველყოთ ის, რომ ახლა კი დააშავა ამ ადამიანმა რაღაც, მაგრამ აი მომავალში აღარ დააშავოს. მომავალში მოვახდინოთ პრევენცია მისი. დაგემშვიდობებით ბოლო შეკითხვა, რასაც ხშირად ვაწყობი ხოლმე გარშემომყოფებთან ესე კომუნიკაციის და დიალოგის დროს, ან სოციალურ ქსელშიც წამიკითხავს, რომ ეს არაცრუწნულები და ბავშვები ბჭყალებში დამაპატიოს ტელემაყურებლებმა სწორედ უფლებებმა და ევროპულმა კანონებმა გაადუდუცო და ყველაფერს უფლება მისცან. თქვენ რა სიტყვით და დაგემშვიდობებით შემდეგ თავს აღარ შეგაწყობთ. ხო. რა თქმა უნდა, სასახად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ბავშვები ამ კანონებმა და მათი უფლებების დაცვამ გარყვნა. მე ეს არის როგორი ამბავი ახლა მითები ზოგადად ნებისმიერ საზოგადოებაში პოპულარულია და ცალსახად მითების ამბავი არის ესეც. ყველა ეს კანონი და ყველა ის პროფესიონალი, ამ შემთხვევაში მე ადვოკატი ვარ, პროკურორებზე შემიძლია ვთქვა ეს, რომ პროკურორებიც არაერთ შეხვედრას ატარებენ სკოლებში, ჩვენც პოლიციელებიც არაერთ შეხვედრებს ატარებენ და არც ერთ ასეთ შეხვედრაზე არ არის საუბარი იმაზე, რომ აი თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ ბავშვებო და მიდით აკეთეთ რაც გინდა. ანუ სადაც ეს პროფესიონალები მივდივართ და ველაპარაკებით ამ ბავშვებს, აუცილებლად უფლებებთან ერთად ველაპარაკებით მათ ვალდებულებებზეც. მათ შორის სასჯელებზეც ველაპარაკებით, რომ აი რა როგორ შეიძლება დაისაჯოს არასრულწლოვანი თუ ის დანაშაულს ჩაიდენს. ასე რომ ეს არის უბრალოდ საზოგადოების გარკვეულ წრეებში და ფენებში პოპულარული თეზა, რომ თითქოს ეს უფლებები შესახებ საუბარი რყნის ბავშვებს, რაც ცალსახად არ არის სწორი და ცალსახად არ გამომდინარეობს რეალობიდან, ეს პირიქით უფლება უნდა გქონდეს, მე რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს უფლება და ბავშვს არ უნდა გქონდეს უფლება და ამ უფლების შესახებ თუ არ მოუყევი ბავშვს, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. მარტო ბავშვს კი არა, ჩვენთან როგორც ადვოკატებთან მოდიან და რაღაც უფლების შესახებ თუნდაც დასულ ადამიანებს რო ეუბნებით, არ იცოდნენ, მაგალითად აი მერიას შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი რაღაც სოციალური პროექტი, ხო, ნაკლებ შემოსავლიანი მოსახლეობა. თუ ვიღაცამ ეს არ უთხრა, ხო, თუ მერიამ სადღაც არის საუბრა, თუ არ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, თუ ჩვენ ადვოკატებმა არ უთხარით ეს მოხალხეებს, როგორ გაიგებენ ეს ადამიანები, რომ ეს უფლება აქვს, რაღაც დახმარება შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოსგან და მერი თვითმმართველობისგან და ასე შემდეგ. ამიტომ პირიქით მე მგონია, რომ ამ უფლებებზე საუბარი ძალიან საშუალო საქმე არის, ოღონდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ თეზას ცალსახად ვეთანხმები, რომ უფლებები ვალდებულებების გარეშე არ არსებობს.
ცოტა ესეთი გადახურვა რომ გავაკეთოთ, ახლა მე რომ კითხოთ ახლა ბევრი კანონი და ყველა კანონი არ წამიგითხავს ალბათ, მაგრამ ბევრი კანონი წამიგითხავს და სადაც წერია უფლებებზე ფაქტიურად ერთ მუხში არის უფლებები და მოვალეობები, უფლებები და ანუ ეგ არც ერთ კანონში ესე არ არის რომ მარტო აი უფლებები და მოვალეობები საერთოდ არასად არ წერია. რა თქმა უნდა ეს მოვალეობები მაქვს მარტო და უფლება არა. ხელშეკრულებაც ახლა თქვენ შეიძლება გაქვთ დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულება, იქ თქვენი უფლებები წერია და მოვალეობები წერია, ხო? არ არსებობს მარტო უფლებები მოვალეობების გარეშე. სიყვარულის გვეცხოვროს ბატონო გელა და ნამდვილად. უფრო მეტი კარგი ამბები გაგვიგოს და ვიყოთ ამ კარგი ამბების თანამონაწილეებიც ალბათ ერთგვარად საამაყოც იქნება, იმიტომ რომ მე სიამაყეც გვჭირდება ალბათ, იმიტომ რომ ადამიანები ვარ და გვეპატიება. მადლობა რომ დრო დაგვითმე, კარგი დღეს გისურვებ და დროებით აგემშვიდობებით მორიგ საეთერო შეხვედრამდე. ხონდის. ჩემი სტუმარი გახდათ ბატონი გელა სიორდია, იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი. გემშვიდობებით ხოლმე კეთილი სურვილებით, ნანა თავდორაძე მუშაობდა თქვენთვის, რიკა ჩოგოვაძე კაცს მიღმა, კარგ დღეს გისურვებთ, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს ნახვამდის.